გამარჯობა, გიორგი ბილანიშვილი, საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გახავთ ჩვენთან ერთად თავისი უზარმაზარი გამოცდილებით, მათ შორის კრიზისების საბჭოდან და არა მხოლოდ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ცხადია, უნდა ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორიც არის საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევები, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სამხრეთშიც დაიწყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები. და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახოს საქართველოსაც. ანუ მთელი კონტექსტი ჩვენი საუბრის არის ეს თემა, მაგრამ დავიწყოთ აი იმ საფრთხეებიდან, რომლის წინაშეც ვართ. ხო, ალბათ, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ალბათ უნდა დავიწყოთ მთავარი საფრთხიდან, რაც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომლის ასე ვთქვათ, აქტუალიზება გაძლიერება მოხდა 2022 წლის შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი. ეს არის საქართველოს დასავლეთისგან, ასე ვთქვათ, ჩახსნის და აქ რუსეთის სრული ტოტალური კონტროლის აღდგენის საფრთხე, რაც როგორც ჩემი, ასე ვთქვათ, ისე ჩემი კოლეგების და ისე ჩვენი კონცეპტუალური დოკუმენტების მიხედვით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ახლა პრაქტიკულად სამწუხაროდ და ჩვენ და სავალალოდ თვალყურს ვადევნებთ, კიდევ ვიძახი 2022 წლიდან აქტიურ ფაზაში გადასულს, თორემ მანამდეაც იყო ეს პროცესი. აი ამ პროცესს როგორ ხდება საქართველოზე პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, სრული კონტროლის მოპოვება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეხლა სხვა საფრთხეები უფრო კონკრეტულზედაც შეგვიძლია, ასე ვთქვათ, დავიდეთ, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ვითარების, ისევე როგორც საერთაშორისო გარემოს მთავარი შინაარსი, ეს არის სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ეს არ იყო მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია. ამით მოსკოვი ერთის მხრივ მიზნად ისახავდა როგორც უკრაინაზე, ისე დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, რომელსაც საკუთარი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს, ასე ვთქვათ, კონტროლის სრულად აღდგენას და მეორე მხრივ დასავლეთის დასუსტებას. აქედან გამომდინარე არის სწორედ ის შედეგები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს სამწუხაროდ ქართულ შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში. ეს არის ერთი მხარე, არის თუ არა მონეტის მეორე მხარე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ სულაც არა ვართ არც ძალიან ძლიერები, არ ვართ არაფრისთვის მზად და ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად ნაბიჯ მიდიოდა, მაგრამ ამას ემატება კიდევ რეგიონში აი ეს სერიოზული ძვრები, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის გარდა სამხრეთითაც ხდება უკვე. თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, ეხლა სამხრეთს ვიდრე იქ არსებულ ვითარებას შევეხებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მცირე ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, ეს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები ბევრად უფრო მწვავეა, იმიტომ რომ მცირე ქვეყნის მიერ დაშვებული შეცდომის პოლიტიკური იქნება თუ ასე ვთქვათ, რეალური ფასი არის ბევრად უფრო მაღალი. დიდ ქვეყნებს კიდე აქვთ ის შესაძლებლობა თუ კი შეცდომებს დაუშვებენ, რომ შემდეგ ის რაღაცნაირად გამოსწოროს, შეიძლება იმათაც ვერ გამოსწოროს, მცირე ქვეყნისთვის ეს რთულია. ჩვენ მანამდე აქ ქონდა ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, განვითარება ყარაბაღის გარშემო, რაც ასევე შეეხო ჩვენ უსაფრთხოებას და მთლიანად რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენი მთავარი მინუსი ამ წლების განმავლობაში, იცით რა არის ჩემი აზრით? ჩვენს გარშემო რაღაცეები იცვლება, უმეტესად უარესდება, ან უმჯობესდება. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ნიშნავს იმას, რომ უმჯობესდება თუ კი რამე, ასე ვთქვათ, შესაძლებლობის პანჯარაში ხდება, მე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ისე უნდა და თუ ეს ჩემი პრიორიტეტია, კონკრეტულად აი ეს მოცემულობა, ახალი მოცემულობა, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, თუ უარესდება, ასე ვთქვათ, ჩემს წინააღმდეგ მომართული საფრთხეები გავანეიტრალო. ეს არის მარტივად რო ვთქვათ პოპულარულ ენაზე მთელი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის არსი. ამიტომ ეს არის, ეხლა აბსოლუტურად გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ აი ისრაელი ირანის ომმა უკვე ფაქტიურად ახალი მოცემულობა გააჩენა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების წინაშე. და ესე იგი რა ფორმის გამოწვევებს ან შესაძლებლობებს ქმნის ეს მოცემულობა, ჯერ ბოლომდე ცხადი არ არის. მაგრამ ცხადი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები, ანუ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პარალელში ამაზე უკვე რეაგირება უნდა ხდებოდეს. მაგრამ როგორ უნდა ხდებოდეს რეაგირება, როცა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა არ არსებობს ამ ქვეყანაში, როგორც მინიმუმ 10 და მეტი წლის განმავლობაში. მანამდე კიდე არსებობდა ჩვენ მქონდა ასე ვთქვათ ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები,
მათი დიდი ნაწილი ხარ რო შეხვიდეთ ჯერ კიდევ მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საიტზე უბრალოდ ნახავთ რომ მე არ ვლაპარაკობ ასე ვთქვათ თავარ დოკუმენტებზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე ეს რო განუახლებელია ეს გავიგეთ 2011 წლიდან ჯერ კიდევ ის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლიდან საფრთხეების შეფასების დოკუმენტი თუ არსები 2018 წლიდან თუ გავუვიდა ვადა მაგრამ აი სხვა სფეროების მიხედვით ასე ვთქვათ უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი ეს იქნება საგარეო პოლიტიკა თუ ბევრი აი თქვენ თვითონ შეგიძლიათ ჯერ კიდევ ეს საიტი მოქმედია ეს საბჭოშე ორგანიზაცია და ალბათ ეს საიტი კიდევ მოქმედია 90% კონცეპტუალური დოკუმენტების არის განუახლებელი მოძველებული რაც ნიშნავს იმას რომ საერთოდ რომ არაფერი გაგეგებოდეს რა ამ საქმეში აი არ გაინტერესებდეს და უბრალოდ ამას შეხედო მიხვდები რომ არ არის კარგად საქმე რა არაფერი არ ხდება საერთოდ და გაჩერებულია და ეს ამბავი ასე ვთქვათ ან ისე არის რომ უბრალოდ ასე ვთქვათ არავის არ აინტერესებს ან მიზანმიმართულად ხდება ის რომ ეს პროცესი იყოს გაჩერებული ორივე შემთხვევის შედეგი რა იქნება რა არის ორივე შემთხვევის შედეგი ერთადერთი და ასე ვთქვათ რაც ჩვენ სახეზე გვაქვს რეალურად. ასე ვთქვათ, შენს წინაშე არსებული საფრთხეების გაძლიერება, რომელიც ზიანს აყენებს შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. რომ ვთქვათ, ასე ვთქვათ, ფართო ასპექტში. რომ დავიყვანოთ სფეროების მიხედვით, მაგალითად, საგარეო პოლიტიკაში შენი პრიორიტეტების ვერ განხორციელება, რაც გვაქვს ჩვენ სახეზე, მაგრამ ეხლა ჩვენ ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს, გიორგი, ჩვენ კი საუბრობთ, რომ ეს პრობლემები გვაქვს და ეს პრობლემები ჩვენს წინაშეა, მაგრამ ჩვენ ვის გულისხმობთ? ვინ იგულისხმება ეხლა ამ შემთხვევაში? მე და თქვენთვის გასაგებია, რომ ეს მტკივნეული საკითხია, მაგრამ საქართველოს მთავრობისთვის ეს საერთოდ არ არის მტკივნეული საკითხი. აი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე როცა ვსაუბრობთ, იმიტომ რომ უყურეთ იმ დოკუმენტში, რომელიც 2011 წლის არის და თქვენ ახსენეთ, იქ წერია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ნატოში ინტეგრაცია. საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბერს ეს ყველაფერი? არა, 28 ნოემბერს თავი დაანებეთ, გიორგი. 28 ნოემბერი ჩათვალეთ, რომ იყო ბოლო, ხო. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცესი არა თუ არ წასულიყო წინ, არამედ ჩაშლილიყო, ჩემი ასე ვთქვათ, აზრით. და ამ მოცემულობაში ვართ, ამ მოცემულობაში ვიმყოფებით ჩვენ. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაჩერებულია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრად უფრო მაღალი ხალისხით ვართ მოწყვლადი ყველა იმ საფრთხის წინაშე, რაც არსებობს საქართველოს წინაშე. ეხლა შეიძლება აქ კიდე ერთი ნიუანსი მინდა ვახსენო. შეიძლება ყველაფერი კარგად გააკეთო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისას, ყველაფერი სწორად გააკეთო, დაგეგმო, ჩართო შესაბამისი უწყებები და უშუალოდ სხვა რესურსები იმოქმედო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვერ მოახდინო საფრთხის რეაგირება, იმიტომ რომ შენ ყავს მოწინააღმდეგე, რომლისგანაც მოდის ეს საფრთხე და ისიც ახდენს ადაპტირებას, ის უფრო ძლიერი გამოდგა, უფრო ასე ვთქვათ, ჭკვიანი გამოდგა, ის უფრო მოქნილი გამოდგა. ანუ როცა სწორად გეგმავ და აკეთებ ყველაფერს, მაშინაც არ ახარ დაზღვეული და როცა არაფერს არ აკეთებ და მიზანმიმართულად ანგრევ, მაშინ ასე ვთქვათ, დაზღვეული კი არ ხარ პირდაპირ ღია ხარ, ასე ვთქვათ, იმ საფრთხეების წინაშე და მათი დაზიანების ხარისხი, ასე ვთქვათ, არის პრაქტიკულად უმაღლესი დონის, რომელიც შენს მოწინააღმდეგეს, ასე ვთქვათ, შენთან მიმართებაში გააჩნია. რა შეიძლება იყოს, როგორი სახის შეიძლება იყოს ეს დაზიანება? მე აღარ ვსაუბრობ. არ გეკითხებით მარტო რაღაცა არა, სახეზე არის, მაგრამ ანუ კიდევ უფრო მძაფრდება, ხო? ანუ ფაქტია, რომ ეს რაღაცეები, როდესაც იშლება, კიდევ უფრო მძაფრდება, გიორგი, ეს იქნება ის, რომ ჩვენ გვეტყვია, რომ აქ, ასე ვთქვათ, რუსეთი ოფიციალურად არის შემოსული. ეს იქნება ამის დასრულება. არაოფიციალურად მოსკოვი აქ მგონია, რომ ძალიან ბევრ რამეს ძალიან ბევრ სფეროში თუ 100%-ით არა აკონტროლებს და ის წვიტავს, ასე ვთქვათ, იზღებულობს გადაწყვეტილებას. ალბათ ეს ენერგეტიკის საკითხებში ბოლო დელეგაციაც რუსეთიდან, რომელიც უყურეთ თან გვაჩვევენ ამ ყველაფერს. ჯერ ახლა ეკონომიკური საკითხები, რაც ასე ვთქვათ, ეკონომიკა ყველა ვაჭრობს, გეუბნებიან იმასთან. იმას კი არ გეუბნებიან, რომ ჩვენ რას გვეუბნებიან? ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნახეთ, ევროკავშირის ვაჭრობა უფრო დიდია რუსეთთან, ვიდრე ჩვენი ვაჭრობა. ჩვენ რატო გვეუბნებიან? იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირის ვაჭრობა 2022 წლის მერე რუსეთთან შემცირდა და ეს დინამიკა გრძელდება და ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან და მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან, რომელსაც ასე ვთქვათ, საბაჟო
შეზღუდვა არა აქვს და ფაქტიკულად ერთი ეკონომიკური სივრცე. აი ნახეთ თქვენ მაგალითად რამდენჯერ არის გაზრდილი პროცენტული მაჩვენებლით ყირგიზეთთან, რომელიც ამ კავშირის წევრია, საქართველოს ვაჭრობა ბოლო წლებში 1000% არის გაზრდილი. ასევე სომხეთთან არის საგრძნობლად გაზრდილი. ასევე ყაზახეთთან შედარებით ნაკლებად მე სამწუხაროდ ბოლო სტატისტიკა არ მინახია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს დინამიკა შენარჩუნებულია. ეხლა უყურეთ ჩვენ შიდა წარმოება გავზარდეთ ისე რომ რამე გაგვაქვს ყაზახეთში. არაფერი ან ყირგიზეთში, ან სომხეთში, ან რუსეთში დაწყო გვაქვს პირდაპირ ასე ვთქვათ ექსპორტი. ჩვენ გავზარდეთ რეექსპორტი. ამ რეექსპორტში რა არის ასე ვთქვათ სანქციების გვერდის ავლით სანქციების იმაში მოხვედრილი პროდუქცია და რა არ არის და როგორ არის. ეგ კიდე ცალკე კვლევის საგანია, რომელზეც მე სამწუხაროდ არ გამაჩნია, არ მაქვს შესწავლილი დეტალურად. გიორგი, შესაძლებლობებზე მინდა გკითხოთ. ანუ გასაგებია სურათი სადა ვართ, გასაგებია რა არ მუშაობს და როგორ არ მუშაობს, მაგრამ მინდა ვისაუბრო და ჩვენს მაყურებელს თუ მსმენელს გაუხსნათ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩნდება ხოლმე ასეთი ძირეული რაღაცა ძვრებისას. რა რა უნდა გამოიყენოს ესეთმა პატარა სახელმწიფომ და როგორ უნდა გამოიყენოს. იდეაში ეს ხო ყველა სცენარი მუშავდება და სადღაც არის, ხო? უნდა იყოს წესით და რიგით დაწერილი და შემდეგ უნდა ხდებოდეს ამაზე რეაგირება. ჩვენ ხო ეს შესაძლებლობებიც მათი დიდი ნაწილი, რო არ ვილაპარაკოთ ასე ვთქვათ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს და რომელსაც დაუშვათ ჩვენ ვხედავთ და შეგვიძლია რომ ამაზე ვიმსჯელოთ და გამოვიყენოთ. ჩვენ რეალური შესაძლებლობის პანჭარა ამ ქვეყანას გაეხსნა იმ ტრაგიკული ასე ვთქვათ და ყოველად დაუშვებელი ომის გამო, რასაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. ეს არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა. და ჩვენ შესაძლებლად ჩავშალეთ და ჩავშალეთ მიზანმიმართულად. არ არის ესეა ნამდვილად რა. შესაძლებლობა იყო ის, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ბევრმა ქვეყანამ მიმართა ამას. განიახლებინა საკუთარი მე არ მინდა ეხლა იმ თემებს შევეხო, რაშიდაც ნაკლები ექსპერტიზა მაქვს და თავდაცვა შეიარაღება არ არის ჩემი სფერო, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრმა ქვეყანამ საკუთარი შეიარაღება მიაწოდა განსაკუთრებით ომის დაწყების პირველ ხანებში უკრაინას, არა სამაგიეროდ მიიღო თანამედროვე. თუმცა მოწინააღმდეგე აზრის არის უყურეთ გეტყოდნენ, რომ ისინი ალბათ ნატოს წევრები იყვნენ, ან ევროკავშირის წევრები იყვნენ, ან არ ქონდათ რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები ან ასე შემდეგ. ხო, არის ესა. შეიძლება ეროვნული საფრთხის პოლიტიკის დაგეგმვის თავი ეგ არის, ხო? მე რო ვამბობ, რომ ეხლა ეს კარგი ვარიანტია და შესაძლებლობა, იმ პროცესში ეს უნდა გამოიკვეთოს. თუმცა შესაძლებლობა იყო შეიარაღების განახლებისა ნამდვილად. იმ პროცესში ეს უნდა გამოიკვეთოს, ესე იგი, ეს არის შესაძლებლობა, უკავშირდება რაღაც რისკებს და უნდა იყოს მიღებული ოპტიმალური გადაწყვეტილება. კი, გეთანხმებით ეს არის. შეიძლება მართლა უფრო მეტი რისკი იყო, ვიდრე ისა, მაგრამ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ხო არ არსებობს ორი აზრი. ეს ხო იყო ღია შესაძლებლობის პანჯარა, რომელიც ჩვენ უბრალოდ რა ვიცი, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვეხურა. ისინი გვეკაჩებოდნენ, რომ გაეხოთ და ჩვენ აქეთ ასე ვთქვათ გადავძლიეთ ჩვენი ყოველად ჩვენი რა ჩვენ თავრობას გულისხმობ ყოველად უმსგავსო ქმედებებით. და მათ შორის ისეთით, პირდაპირ ისეთი ქმედებით, მთლიან პროცესს რო თავი დავანებოთ, რომ ეს ასე ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში არ გაწევრიანება რუსეთის ინტერესები, აქ იყო ძალიან თამდევი, დღემდე გვაქვს თამდევი ასე ვთქვათ პროცესები, რომელიც რუსეთის პირდაპირ ინტერესებშია და ეს არის ის, რომ ჩვენი მთავრობა გაუთავებლად ამტკიცებს არა მხოლოდ საქართველოსში და შიდა აუდიტორიისთვის, არამედ საერთაშორისო ფორუმებზე, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ითრევდა ომში. ეხლა ეს როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რუსი დიპლომატი, რომელიც ამ საქართველოს მთავრობის ამ განცხადებას არ გამოიყენებს საკუთარი საქმიანობის პრაგრამებში, იქნება ეს დიპლომატიური ურთიერთობები, პოზიციების ფორმირება, გატანა თუ ასე შემდეგ, ხო? ცხადია ეს მათთვის არის ძალიან სერიოზული, სოლიდური არგუმენტი რა და ამას არ მგონია რომ ეხლა ვინმე ვერ ხვდებოდეს და ვერაცნობიერებდეს. ჩვენს მიერ გამოგონილი ასე ვთქვათ ლეგენდა ლეგენდით დავაზიანეთ ჩვენი ურთიერთობები ერთის მხრივ დასავლეთთან და დავაზიანეთ ასე ვთქვათ იმ დონეზე რომ პრაქტიკულად აღარ არსებობს ეს ურთიერთობები თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ქვეყანას რომლის რაოდენობა ძალიან მცირეა და ამავდროულად მივეცით ალბათ ყველაზე მყარი არგუმენტი რუსეთს იმასთან დაკავშირებით რომ დასავლეთია იმაში რაც ხდება უკრაინაში დამნაშავე და არა თვითონ თავდასხმელი ქვეყანა.
უნდა კითხო კიდევ შესაძლებლობის თემასთან დაკავშირებით უკვე სამხრეთში მიმდინარე, ანუ ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე, რომელიც აი იკრებს და იკრებს, ასე ვთქვათ, ბრუნვას და ჩვენ არ ვიცით საბოლოო ჯამში დღეს ხვალზე ან საერთოდ ჩაერთვება თუ არა შეერთებული შტატები, თუმცა მე რამდენადაც ხვდები, ახლა თქვენ რა თქმა უნდა სწორი მიმართულებით მიყავთ ეს ყველაფერი, რომ ცხადია, რომ როდესაც ერთ რეგიონში ომი არის სამწუხაროდ ეს პროცესი იწვევს იმას, რომ აი დაუშვათ სატრანზიტო მარშრუტები, სატრანზიტო ტვირთები გადანაწილდება, ასე ვთქვათ, ბუნებრივად მომიჯნავე რეგიონებში და საქართველოს, სამხრეთ კავკასია და კერძოდ საქართველოს არის ეს რეგიონი. ეს არის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, რომელიც გაჩნდა ამ წუთას გაჩნდა ამ სამწუხარო მოვლენის გამო, ალბათ მე სიმართლე გითხრათ, შეიძლება არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ მე ამ წუთას ამას ხედავ მკაფიოდ, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ხდება ჩვენი ინფრასტრუქტურა მზად ამ შესაძლებლობის ათვისებას, თუ შეიძლება ასე ითქვას. ალბათ ერთი მდგომა ვითარება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნებოდა აშენებული ანაკლიის სპორტი და ასე ვთქვათ ის ოპერირებაში იქნებოდა ჩაშვებული და მეორე არის ის რა ვითარებაში და ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ანუ შესაძლებლობა ჩდება სამწუხარო მოვლენებისგან. ეს სამწუხარო მოვლენებიც ასე ვთქვათ ომით და ისა ხდება მსოფლიოში ძალიან ხშირად. მაგრამ ეს შესაძლებლობა რო ჩდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ამ შესაძლებლობით ნამდვილად ისარგებლებ. თუ ამისთვის არაფერი გაგიკეთებია საერთოდ რა, წინააღმდეგი კი არ ახარ ახლა ამ შესაძლებლობით სულ სხვა მისარგებლოს. რა თქმა უნდა ისარგებლებს, ხო, ასე იქნება კი. ესე იქნება, გადამისამართება, წავა უფრო, ასე ვთქვათ, უფრო სწრაფი და იაფი რაც იქნება, წავა იმ მარშრუტით. ესე არის, იმიტომ რომ ეს ხო ელემენტარულად ეკონომიკაა, მე მინდა ერთი ადგილიდან რომ ვაკა პუნქტიდან ბ პუნქტში, მიჩვენია რომ ნაკლები ბიუროკრატიული, ასე ვთქვათ, წინაღობები რა, ბარიერები შემხვდეს და ჩავიტანო უფრო სწრაფად პროდუქცია, რაც ნიშნავს, რომ უფრო იაფი მიჩნდება. კიდე ერთ საკითხს მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, ეს არის მიგრაციის პრობლემა, რაზეც ახლა საუბრობენ, ანუ ირანიდან წამოსული ჩრდილოეთ მიმართულებით. აი ამისთვის რამდენად შესაძლოა იყოს მზად. იდეაში ესეც სცენარი არის. მე მახსოვს, რომ უშროების საბჭოში იყო განხილვები, მათ შორის ღარაბაღის ომის განახლებასთან ჯერ კიდევ 2020-მდე და ასე შემდეგ. ალბათ ირანის თემაც არსებობდა დღის წესრიგში, თუ არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში აი ეს თემა ძალიან საინტერესოა. აი ამას როგორ შეიძლება რომ დახვდეს, ან რამდენად მზად არის, იცით რა არის? მე ასე ვთქვათ, ჩემ კოლეგებთან მაშინ როცა საჯარო სექტორში ვიყავი და იმაშინაც როცა არასაჯარო სექტორში ვიყავი, ჩვენ გვიმსჯელია ამ თემებზე, როგორც ასე ვთქვათ, სამსახურებრივ ფორმატებში, ისე საექსპერტო დისკუსიის ფარგლებში. მე მესმის, რომ მიგრაციასთან დაკავშირება, მიგრაცია სერიოზული გამოწვევაა დღევანდელ მსოფლიოში, მაგრამ თვითონ ამ მიგრაციის, ასე ვთქვათ, მოწყვეტას, დიდი ნაკადის საქართველოსკენ წამოსვლას და აქ დამკვიდრებას მე არ უყურებ როგორც მოვლენათა განვითარების რეალურ სცენას, იმიტომ რომ აქ შემოსული მიგრანტი, მათი აბსოლუტური უმეტესობა ეცდება, რომ ამ ქვეყნიდან გააღწიოს. მაგალითად, რუსეთიდან გქონდა ჩვენ ეს მიგრანტების დიდი ნაკადი. ახლა ციფრების სამწუხაროდ სტატისტიკა ჩვენ მთავრობას არასოდეს არ გამოუქვეყნებია, რამდენი შემოვიდა, რამდენი გავიდა, მაგრამ ცხადია, რომ მიგრანტების შემოსული მიგრანტების უმეტესმა ნაწილმა თუ არა, ძალზე დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველოს ტერიტორია, გადავიდა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, ან მცირე ნაწილი დაბრუნდა უკან რუსეთის ფედერაციაში. ესე მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც იქნება, მაგრამ მე რა მგონია არა აქვს მნიშვნელობა. ანუ ეს ყველაფერი ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით დათვლადია, რა რაოდენობის მაქსიმალური ნაკადი უნდა შეიძლება წამოვიდეს. ამ ნაკადს რა ტიპის საფრთხეები შეიძლება უკავშირდებოდეს, ასე ვთქვათ, ესეც იდენტიფიცირებადია და შენ რა უნდა გააკეთო, რომ ეს ნაკადი მიიღო და მართო, შენ უნდა გქონდეს როგორც ფურცელზე დატანილი გეგმა, პირობითად რო ვთქვათ, და
დაიწყო უკვე იმაზე ზრუნვა, რომ ამას ხო გარკვეული რესურსები ჭირდებათ, ეს ასე ვთქვათ, ეს სცენარი რო განვითარდეს, რეალიზება რომ მოხდეს. ხო ჭირდება რაღაცა ადამიანური, მატერიალური, სხვა ტიპის რესურსები. შენ ეს რესურსები ადგილზე უნდა გქონდეს, როგორც მინიმუმ, რომ ამ ტიპის პრობლემას თუ გამოწვევას შეხვდე მომზადებული, მაგრამ მე ძალიან ეჭვმეპარება ახლა თუ შენ ირანის ასე ვთქვათ გადავედი ამ მიგრანტებზე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიძახი. მე რაც ვთქვი, ეს უნდა მომხდარიყო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ფარგლებში, პროცესში, რომელიც გულისხმობს უწყებათა შორისი პროცესი. ეს არ არის ერთი კონკრეტული უწყების პრეროგატივა. იქ შეიძლება რომელიღაცა უწყება იყოს წამყვანი. და ესეც ხდება ხოლმე, მაგრამ ისე არ არის, რომ ასე ვთქვათ, პირობითად სიტყვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს. ეგრე არ ხდება. ვერ მოხდება ვერცეთ საფრთხესთან მიმართებაში და ვერცეთ გამოწვევასთან მიმართებაში, იმიტომ რომ საფრთხეები და გამოწვევები და პრობლემები იმდენად კომპლექსურია და იმდენად მრავალმხრივია, ის ხდება ერთი კონკრეტული უწყების კომპეტენციას. ამიტომაც არის ეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა მნიშვნელოვანი. როცა ეს პროცესი არ არსებობს, ვინ იფიქრებდა ახლა ამაზე და ვინ იმსჯელებდა და ვინ რას გააკეთებდა, ძალიან ეჭვმეპარება. ამის არანაირი ნიშნები ყოველ შემთხვევაში საჯარო არ არსებობს, რომ ამაზე საჯარო სივრცეს საერთოდ არ არის უსაფრთხოებაზე საუბარი, სამწუხაროდ ბევრი წელია. კიდე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ და შესაძლოა ცდება გარკვეულწილად ჩვენი საუბრის ფორმაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე კითხვას დავსვავდა თუ გაქვთ რაიმე. როგორი არის ირანის გავლენა და ირანის გავლენის ინტერესი საქართველოზე? ეს არის ერთი კითხვა და ამის შემდეგი კითხვა არის, ემთხვევა თუ არა ეს ინტერესები რუსეთის ინტერესებს საქართველოში და თუ ემთხვევა არის თუ არა აქ კვეთები და იცით, გარკვეულწილად ემთხვევა. ემთხვევა იმ ნაწილში, რომ ირანიც და რუსეთიც აქ დასავლეთის გავლენის შემცირებას ან გაქრობას უჭერენ ხარს. ამ ნაწილში არის სრული თანხვედრა. მაგრამ არის აცდენაც აცდენა არის იმ ნაწილში, რომ ირანი საქართველოს ტერიტორიას, აი თქვენ რო სატრანზიტო ფუნქცია ახსენთ. მე მშვიდობიან პირობებს გულისხმობდა, არა ახლა ომის დროს გასაგებია, რომ იმას არც არავის სჭირდება იმის ტრანზიტი და არც იმას აქვს ირანს აქვს ახლა იმაზე ფიქრის, რომ საქართველოს და სამხრეთ კავკასია ტრანზიტისთვის გამოიყენოს. ირანი ამ რეგიონს და მათ შორის საქართველოს უყურებს პოტენციურად საკუთარი როგორც სატრანზიტო დერეფანს. სატრანზიტო დერეფანს არა მხოლოდ რუსეთთან დასაკავშირებლად, რაც ფუნქციონირებს ეს დერეფანი. არამედ ევროპის ბაზართან დასაკავშირებლად და რუსეთისთვის ეს არ არის, ასე ვთქვათ, მაინდა-მაინც გასაყრელი, იმიტომ რომ რუსეთს უნდა რომ ეს რეგიონი აკონტროლოს, იმიტომ რომ აკონტროლოს თუ რამე ხდება, ასე ვთქვათ, ტრანზიტი და თუ ტრანზიტს აკონტროლებს, ესე იგი დამატებით ბერკეტს იძენს ირანზე. ამავდროულად სულ არ იყოს ეს ფაქტორი, ხო? მას ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ ირანი მისი მოკავშირეა და მისი ინტერესები რეგიონში, ამ ორი ქვეყნის ინტერესები რეგიონში დიდწილად ემთხვევა, მას არ აწყობს, რა თქმა უნდა, რეგიონალური ძალების გაძლიერება, ისეთი როგორიც არის თურქეთი, ისეთი როგორიც არის ირანი, იმ თვალსაზრისით, რომ ამ რეგიონში გავლენის კუთხით, მაშინ ირანს უფრო მეტი ამბიცია ექნება და ეს დამატებით პრობლემებს შეუქმნის რუსეთის ფედერაციას. მე ესე უყურებ ამ საკითხს. და აი თურქეთი რახან ახსენეთ, თურქეთიც უნდა შემოვიყვანოთ ამ საუბარში, იმიტომ რომ ნატოს ერთადერთი წევრი, ჩვენი სახმელეთო მეზობელი და საზღვაო თურქეთი გახლავთ და აი ამ შემთხვევაში აი აქ ეს როგორ იფარება უკვე? ანუ გადაფარვები ხდება ხო გარკვეულწილად დავხაზოთ ხო გადაფარვები ხდება, ბუნებრივია. ეხლა თქვენ ახსენეთ მართებულად რომ თურქეთი არის ნატოს წევრი, მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თურქეთიც მაინც იმ აზრისკენ იხდება, იმ პოზიციისკენ იხრება, რომ თვითონ საკუთარი გავლენა გაზარდოს ამ რეგიონში, მათ შორის დასავლეთის გავლენის შესურვა. არ არის, როგორც მინიმუმ არ არის ამის წინააღმდეგი. ანუ მისი მიდგომა არის, რომ ის მომიჯნავე რეგიონში ჯობია რეგიონალურ ძალებთან, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ირანთან და განსაკუთრებით რუსეთთან, მოხდეს ერთგვარი ბალანსის, ასე ვთქვათ, დამყარება. ვის სასარგებლოდ იქნება ეს ბალანსი, კიდე საკითხავია, შეიძლება აქ, ასე ვთქვათ, თავისთვის ბუნებრივია უფრო მეტი უნდოდეს, ვიდრე აქვე ამ ბალანსში მონაწილეობდეს დასავლეთ ევროკავშირის
სახით. ნატოს მიმართ განსხვავებული მიდგომა, იმიტომ რომ ნატოში ასე ვთქვათ გაწევრიანებას ჩვენსაც თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს და მაგრამ უყურეთ ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს ასე პირდაპირ თურქეთის გადასახედიდან ალბათ არ ნიშნავს აქ დასავლეთის გავლენის გაძლიერებას. ყოველ შემთხვევაში იმის თქმა მინდა რომ აი უფრო მეტით არ ხვედრა ამ რეგიონალური ძალთა ბალანსის თვალსაზრისით თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის დასავლეთის გავლენის შემცირების ხარჯზე. ახლა სხვა საკითხებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არის განსხვავებები, განსაკუთრებით ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ თურქეთის პოზიციები რეგიონში გაძლიერდა. შეიქმნა უпростоრად შექმნის პროცესია ისეთი ვითარება, რომელიც მის პოზიციების შემდგომ გაძლიერებას შეუწყობს ხელს, ეს ეხება ესე ვთქვათ სომხეთ-აზერბაიჯანსაც და განსაკუთრებით სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის შესაძლო ასე ვთქვათ ნორმალიზების პროცესს, რომელიც გარკვეული ნიშნები იკვეთება, მაგრამ ნუ ჯერ ასე ვთქვათ ფაშინიანი ჩადის. ჯერ დიახ, მაგას გულისხმობ ამ ნიშნებში, მაგრამ არ დასრულებულა ეს პროცესი. და თურქეთს უფრო მეტი თურქეთი ხო ეხლა ჩვენ რეგიონს როგორ უყურებს ჩემი აზრით. თურქეთი ჩვენ რეგიონს უყურებს მათ შორის როგორც აქ მისი უშუალო ინტერესებიდან გამომდინარე, ისე როგორც რეგიონს, რომელიც მას მიცემს წდომას ცენტრალურ აზიასთან, სადაც მას ასე ვთქვათ გამოკვეთილი ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები გააჩნია. აი აქ უკვე აცთენაში მოვდივართ რუსეთის ინტერესებთან. ამიტომ ეს საკითხი ასე ვთქვათ იმდენად კომპლექსურია, ჩვენ ახლა საუბრობთ ამ თემაზე, ამ საუბრებში გვიჩნდება რომ გავაგრძელოთ ეს დისკუსია თქვენ რაღაც საკითხებთან მიმართებაში თქვენი მოსაზრება გექნება დარწმუნებული ვარ, მეც შეიძლება რაღაც სხვა კუთხით დავინახოთ. ჩვენ ახლა ძალიან ელემენტარულ რაღაცებს, საბაზისო თავარ რაღაცებზე ვისაუბრეთ. რამდენი რაღაცა არის კიდე ჩასაშლელი, ხო? იმიტომ რომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმას განზოგადება კი არ ჭირდება. მას ჭირდება კონკრეტიზაცია. და ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს იმ პროცესის პარალელში, რომელზედაც ახლა რამდენჯერ უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს, არ არსებობს. ხო, აი ეს და ალბათ ჩვენი საუბარიც რომ შევაჯამოთ და მაქეთკენ წავიდეთ, იმიტომ რომ კონკრეტიკა ჭირდება და ეს კონკრეტიკა არ არის ახლა სახეზე. რაც გვაქვს კონკრეტულად სახეზე, აი იმაზე ვიმსჯელოთ და ის შევაჯამოთ პრინციპში და ამით შეგვიძლია კიდევაც რაღაც ერთგვარი დასკვნას გავაკეთოთ, რომ როდესაც ირგვლივ ასეთი სერიოზული ძვრები მიმდინარეობს, შენნაირი პატარა ქვეყანა მინიმუმ ამ გამოწვევებისთვის უნდა იყო მზად. გაქვს რაღაცა ხედვა, თუ შეიძლება ხედვა არა გაქვს, მაგრამ რაღაცისთვის მოემზადოთ, თუმცა ეგეც ალბათ ხედვა არის, ან ეგეც პოლიტიკაა თუ კი რაღაცისთვის არ ემზადები, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის. ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, ეს არის რაღაცა გულარხ, რაც სამწუხაროდ გვახასიათებს ქართულს, გულარხეინობის, გულგრილობის შედეგი. ეს არის ჩემი აზრით მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, რათა მორღვეულიყო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმის პროცესი, ის რომელიც არასოდეს არ ყოფილა ასე ვთქვათ სათანადო დონეზე, როგორც ჩვენ ვისურვებთ. მაგრამ იყო ეს პროცესი. საჭიროებდა გაუმჯობესებას, იყო რესურსი გასაუმჯობესებლად, იმიტომ რომ აშკარად არსებობდა ბაზა, ხო, ჩვენ გვინდა არ გვინდა, ჩვენ ეს მიჯნა 2012 წელი უნდა ავიღოთ, ხო, ჩვენ რაღაცას ერთმანეთს ვატარებთ, ხო? 2012 წლამდე საქართველოს ქონდა შემუშავებული ორი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ქონდა ასევე შემუშავებული ორი ახლა მაყურებელმა რო ისე არ გაგვიგოს ერთდროულად კი არა, პირველი შემუშავდა 2005 წელს, მერე არა, ორი შეიძლება სამიც იყო. მოკლედ განახლდა ეს დოკუმენტი, როგორც წესია, ისე ხდებოდა. განახლდა ეს დოკუმენტები და ბოლო როგორც თქვენ ბრძანეთ 2011 წლით თარგდება, რომელიც გამოქვეყნებულია. ასევე საფრთხეების შეფასების დოკუმენტებთან მიმართებაში და ჰქონდა იგივე სიტუაცია. ერთი შემუშავებული იყო თუ არ ვშტები 2006 წელს, მეორე შემუშავებული იყო უკვე, ასე ვთქვათ, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის განხორციელების შემდეგ. ანუ პროცესი არა იდეალური, მაგრამ მექანიზმები
ასე ვთქვათ, გაწერილი წესები და უშუალოდ პროცესი და შედეგი ამ პროცესის დოკუმენტები იყო მე მახსოვს თავდაც სამინისტრომ თეთრი წიგნი გამოუშვა ჯერ კიდევ 2001 სახელმძღვანელო დოკუმენტები არსებობდა სახელმძღვანელო მთავარი დოკუმენტები ახლა ქართული ოცნება თუ იტყვის რომ იქ იყო ხარვეზები მე ამაში არ შევეწინააღმდეგები მაგრამ რა გაკეთა ამ ხარვეზების ჩემი შეკითხვა იქნება ძალიან მარტივი ხარვეზები რო იყო რა გაკეთა იმათ გამოსასწორებლად და დღეს გაქვთ თუ არა უკეთესი სიტუაცია დღეს გაქვთ ჩვენ რაც ქონდა არა გვაქვს საერთოდ და საერთოდ არაფერი არა გვაქვს განაცხვა რამე გვაქვს არაფერი არა გვაქვს რა უბრალოდ რა აი არა გვაქვს 2011 წელს გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ეხლა თქვენ მითხარით მე 2011 წლის შემდეგ. აი ჩვენ რაც ვახსენეთ ეხლა აქ ყარაბაღის ომი არ შეიცვალა ჩვენი გარემო. უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია არ შეიცვალა ჩვენი უსაფრთხოების გარემო. ყირიმის ოკუპაცია არ შეიცვალა ჩვენი და მე ვლაპარაკობ ეხლა მთავარ მოვლენებზე რაც ამ წუთას ბევრი რაღაცაში მოდით სხვა კუთხით მივუდგეთ ამას ჩვენ. მოვიდა ქართული ოცნება და ჩვენ გვითხრა რომ მე უნდა მქონდეს განსხვავებული პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ. ხო, ეს ხო ცვლის რაღაცებს, ეს არ უნდა ასახულიყო ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალურ დოკუმენტებში, როგორ ახალი ხელისუფლება მოვიდა განსხვავებული მიდგომით, ხო, განსხვავებული საგარეო პოლიტიკით. არაფერი არ გაკეთებულა რა, პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა, რაც იყო დაინგრა და ეხლა მარხავენ იმას საბჭოს აპარატს, უბრალოდ ასე ვთქვათ, რაღაცა უწყებას, სადაც არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და არსებობს ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ ბრიტანელების დახმარებით არის გაკეთებული, უბრალოდ უნდათ რომ იქ არაფერი არ არსებობდა, იქ ასე ვთქვათ, ის იყო, როგორ გითხრათ, სარდაფის სტატუტა ჰქონდა, სადაც ეს ინფრასტრუქტურა არის. ალბათ ისევე უნდათ რომ სარდაფად გადააკეთონ სხვა ასე ვთქვათ სხვა საბაბს ამ გადაწყვეტილებს, იმიტომ რომ მე რო გითხრათ რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ჩემი გადასახედიდან რაღაცა დისკომფორტს უქმნიდა იმას რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს ეწინააღმდეგებოდა არ იყო ეგრე აფერს არ აკეთებდა რეალურად ეხა არ მინდა ყოველთვის ვარ ხოლმე ფრთხილი რომ იქ ადამიანები რომ მუშაობდნენ იმათ მიმართ რა რომ მე თვითონაც ყოფილი ვარ იგივე სიტუაციაში რომ გარედან ვიღაცა გაკრიტიკებს და ეს ჩემთვის არ იყო სასიამოვნო მოსასმენი რბილად რო ვთქვა ძალიან დიდ პატივს იმ ადამიანებს ნაწილს მაინც ვისაც პირადად ვიცნობ და ყველას არ ვიცნობ უნებრია ვისაც მიმუშავია მე მათი უმეტესობის კვალიფიკაციაში არ მეპარება ეჭვი დღემდე მაგრამ მე თვითონ გამომიცდია ჩემ თავზე რომ საშუალო და დაბალი დონის ბიუროკრატია ჩვენ პირობებში ვერაფერს ვერ წვიტავს არ არის პროცესი მოკლეს პროცესი ხო შენც ხდები ასე ვთქვათ ამ მტარი პროცესის ნაწილი შენ შეიძლება გქონდეს ცდილობა რაღაცა გააკეთო მაგრამ როცა არა გაქვს ასე ვთქვათ ზემოდან სათანადო მხარდაჭერა და როცა შენი ზემდგომი ფიქრობს რომ რამე რო გააკეთოთ მისი ზემდგომი როგორ გაიგებს ამას პირიქით ცუდად ხო არ გაიგებს და რაღაცა პრობლემა ხო არ შეექმნება იმის გარდა რომ მადლობა თუ არ ეტყვიან უბრალოდ მისცემენ მუშაობის ასე გაგრძელების საშუალებას ასეთ პირობებში წარმოუდგენელია რომ რამე ყოფილიყო და ჩვენი კი არ ქონდა. ჩვენ ქონდა პირდაპირ არაფერი არ გვინდა. გაჩერდით რა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმა. ერთხელ პოლიტიკურ დონეზე ვიღაცას ასე ვთქვათ მართველი პარტიიდან ხო შეიძლება რომ დაეყენებია საკითხი რომ ხალხო ეს დოკუმენტები მოძველებული ამდენი რაღაცა შეიცვალა რას შვებით. პასუხი ხო შეიძლება მოითხოვათ ვიღაცისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო გააუქმეს მას შემდეგ რაც ბურჯომში მოხდა ტრაგიკული ამბავი დაიწვა ასე ვთქვათ ტყე. ეხლა მე პირდაპირ გეტყვით, იმას ჰქონდა საკოორდინაციო ფუნქცია ამ ტყეებთან დაკავშირებით, მაგრამ ხანძრის ჩაკრობა არ იყო საერთოდ ეხლა მე ვმუშაობდი საბჭოს აპარატში და არ ვიყავით ასე ვთქვათ მაგდარგის სპეციალისტები. ბევრი მიზეზი არსებობდა, რომ იმ საბჭოსთვის მოგეთხოვა პასუხი. რომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვაში არ იყო მაშინ იდეალური სიტუაცია. რაღაცები კიდე კეთდებოდა, მაგრამ ეფექტიანობის ხარისხი ჩემი აზრით სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ იყო დაბალი. სულ სხვა მიზეზით გააუქმეს რა, ასე ვთქვათ. მე აღადგინეს დაახლოებით იგივე ფორმით, მაგრამ ნაკლოვანით. ეხლა იმასაც აუქმებენ და ჩვენ რო საერთოდ არაფერი არ ვიცოდეთ, ეს გაუქმება პარალელურ საბჭოს შექმნა, მე ორივეს გაუქმება, მე ერთის აღდგენა ნაკლოვანი ფორმით. ეხლა იმ ერთის გაუქმება მარტო ეს რო ვიცოდეთ, ხო?
თუ ოდნავ საღი აზრი გაქვს ადამიანს, მიხვდები რომ აქ თლად არც თლად ჯანსაღი დამოკიდებულება არსებობს და არც თლად შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი, ამის თქმა მინდა და ბოდიში ცოტა სიტყვა გამიგიწევ. არა, მადლობა თქვენ და სულ ბოლო კითხვა. ფრაზა მშვიდობა, სიტყვა, რომელიც ხშირად არის გამოყენებული wording-ში, დღეს ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ აი რეგიონში მიმდინარე ძრები, ძალიან სერიოზული ძრები, რომელსაც სამხედრო ნიშნები კი არა და სამხედრო ძრები არის ხო პირდაპირ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ რაიმე ფორმით თუ კი შენ ამისთვის მზად არ იქნები, აქცდება შენ. არა, თქვენ ხო ჩემზე უკეთესად იცით, აი ეს ხო მე აი ვცდილობ რომ ძალიან რბილად დავსვა ეს კითხვა. ომი არის მგელი, რომელიც დაუკითხავთ თუ არ ვწდები ესეთი ფორმულირება. დაუკითხავთ მოდის. და აქ მარტო ომზე არ არის. ჩვენ აქ ასე ვთქვათ, ომი არის პროპაგანდის კვებავი ყველაზე ხელშესახები რამ, იმიტომ რომ კვებავი, იმიტომ რომ აი უკრაინაში ესე ხდება, ყარაბაღში ესე მოხდა, აგერ იმაში ესე მოხდა და ეს კარგად კვებავს უკრაინას. მაგრამ უყურეთ, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ დასავლეთთან ურთიერთობა და ჩემი აზრით ტოტალურად რუსეთის კონტროლი არის ადგილზე. ეს არ არის საფრთხე, ომის გარეშე მოხდა ეს, მოხდა ჰიბრიდული ომის პირობებში. მე რო შვიდად ვდგები დილას მივდივარ სამსახურში, ვასრულებ ჩემ მოვალეობას და ბრუნდები. ჩემთვის ეს ამ საფრთხის რეალიზება არაფერს არ შეცვლის, ეს უნდა არა. ბევრ რამეს შეცვლის, თანდათანობით და ბევრ რამეს შეცვლის. მათ შორის შეცვლის იმ გარემოს, რა გარემოშიდაც მე ვცხოვრობ და მე ამ ახალ გარემოში მომიწევს ცხოვრება ჩემდაუნებურად. ჩემდაუნებურად მიუხედავად ისა, მე ამასთან შეხება არ ქონია, მე ჩვეულებრივ მოქალაქეზე ვიძახი და ის ახალი გარემო ბევრად უფრო ნაკლებად კომფორტული იქნება, როგორც მინიმუმ ჩემთვის და მე უკვე არაფრის შეცვლის შესაძლებლობა არ მექნება, ისე გამჯდარი იქნება და გამყარებული ყველაფერი. დიდი მადლობა.